თითოეული ქრისტიანისათვის მარხვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა და უფრო მეტი მნიშვნელობა და განსაკუთრებულობა არის დიდ მარხვაში, როდესაც ქრისტიანები 7 კვირის განმავლობაში ემზადებიან ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად. ეს მარხვა შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად, როდესაც არის პირველი 40 დღე და ასევე შემდეგ უკვე ნების კვირა, სადაც თითოეულ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ნების ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი. ამ დღეებიდან კიდევ უფრო მეტად განსაკუთრებული, რა თქმა უნდა, არის ნების პარასკევი, წითელი პარასკევის სახელით, რომელიც არის ცნობილი, როდესაც ადამიანმა ყველაზე მძიმე სასჯელი გამოუტანა ღმერთს, სიკვდილი მიუსაჯა და უფალი აღესრულა ჯვარზე. და აქედან გამომდინარე მთელი წლის განმავლობაში ვიცით რომ პარასკევი დღე და ოთხშაბათი დღე არის მარხვა და სწორედ ამას ვიცავთ ამ დღეს ვიცით რომ ადამიანებმა მოუკალით უფალი და თანამონაწილე რო არ გახდეს ქრისტიანი ერთგვარად შეიძლება ასე აიხსნას ამისთვის მარხულობს ქრისტიანი პარასკევს და ასევე ოთხშაბათსაც როდესაც იუდამ გასცა იესო ქრისტე გაყიდა 30 ვერცხლად და მიუთითა თუ სად იყო იესო ქრისტე და ვიცით რომ როდესაც იესო ქრისტე გეცამანის ბაღში ლოცულობს მიახლება იუდა და ეამბორება მას და ეს არის ნიშანი მიცემული იმ ადამიანებისთვის ვინც შესაპრობად მივიდნენ რომ ვისაც მე ვეამბორებიო ის არის იესო ქრისტე და უფალიც ეუბნება წინასწარმეტყველურად რომ იუდა ამბორისყოფით მისცემ უფალსაო ანუ იცოდა უფალმა რისთვისაც მოდიოდა იუდა და რისთვისაც მოვიდნენ ეს ადამიანები დიდი ხუთშაბათი წუნა აღნიშნოთ როდესაც ეს არის დღე როდესაც იესო ქრისტემ ცერობა მოაწყო უფალმა იესო ქრისტემ მის მოციქულებთან როდესაც განტეხა პური და მიაწოდა და უთხრა რომ ეს იყო მისი ხორცი და მიაწოდა მათ ღვინო და უთხრა რომ ეს იყო მისი სისხლი და დაწესდა ლიტურგია შეიძლება ამის კვალობაზე, როდესაც ჩვენ ყოველ წირვაზე ტეხავთ პურს და ღვინოს, ეს პური და ღვინო წირვის დროს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად გარდაიქცევა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ასევე ამ დღეს ხუთშაბათობით ყველა ტაძარში იკითხება 12 ვნების სახარება, რომელიც იესო ქრისტეს ვნებებს გვახსენებს თუ რა მოხდა იმ დღეს და იმ პერიოდში რა ხდებოდა. წითელ პარასკევს რაც შეეხება ამ დღეს შუადღისას ხდება მსახურება, გარდამოხსნასთან ხდება დატირება, ეს ჯვარცმის დღეა და როდესაც ვიცით რომ ჯვრიდან ჩამოხსნა იოსებ არიმათიელმა და მენელსაცხებლე დედებმა უფალი იესო ქრისტე და დაიტირეს, სწორედ ამის გახსენება ხდება პარასკევს და ჩვენთანაც სამებით საკათედრო ტაძარში ეს მსახურება 2 საათზე იწყება, უნდა აღვნიშნოთ დიდი შაბათის მსახურებაც, რომლის შინაარსიც არის ის რომ იესო ქრისტე ხორცით არის საფლავში ხოლო სულით ჩადის ჯოჯოხეთში და ამოიყვანს მართალთა სულებს. ამ დღეს ყველა ტაძარში ძალიან ადრე იწყება მსახურება, 6 საათზე იწყება სამების საკათედრო ტაძარშიც, ხდება გარდამოხსნასთან მსახურება და წესის აგება და შემდეგ იყო ლიტანიობა და ბასილი დიდის წირვა სრულდება და უკვე ბოლოს საღამოს უკვე ვემზადებით ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად. უნდა აღვნიშნოთ ისიც რომ დღესასწაულებსგან აღდგომა არის განსაკუთრებული და მხოლოდ ამ დღესასწაულს ჩვენის ეს სახელი ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული. ველოდებით სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს და ასევე მოვისმენთ სააღდგომო ეპისტოლეს ჩვენი პატრიარქისა. შემდეგ უკვე ვიცით რომ იწყება ბრწყინვალე შვიდეული თითოეულ დღე ორშაბათიდან კვირიდან შაბათის ჩათვლით არის აღდგომის სწორი დღე. თითოეულ დღე არის აღდგომა და მსახურება სწორედ იდენტურია როგორც აღდგომის დღეს იყო ესეთი მსახურებები სრულდება ტაძარში. ამ პერიოდში იკითხება დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად პასექის ჟამნი. ასევე ტრადიცია არსებობს ასეთი რომ ადამიანები ორშაბათს გადიან ხოლმე საფლავზე და ხშირად არის ის კითხვა რომ აღდგომა შეიძლება თუ არა გასვლა საფლავებზე. ვინაიდან წეღანაც აღნიშნეთ რომ კვირაც და ორშაბათიც და თითოეული დღე ბრწყინვალე შვიდეულისა ყველა აღდგომაა
უბრალოდ არ შეიძლება საფლავზე გასული ადამიანი რომ ამ დღეების განმავლობაში ტიროდეს, გოდებდეს, წუხდეს, იმიტომ რომ აღდგომა არის დღესასწაული და დღესასწაული და აი სიხარული უნდა მიუტანოს ადამიანმა მის მიცვალებულებს ის პასკა იქნება თუ კვერცხი და იმის თქმა რომ ქრისტე აღდგა ეს ამ შინაარსს არ უნდა გასცდეს ადამიანი, როდესაც საფლავზე მივა. თორე საფლავზე მისვლა, რა თქმა უნდა, აკრძალული არ არის, ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ სამწუხაროდ ხდება ხოლმე ძალიან დიდ ღრეობაში გადადის ხოლმე სუფრები საფლავებზევე და რა თქმა უნდა ეს არასწორია და უპატივცემულობა არის ღმერთისაც და მიცვალებულებისაც ცოტა მეტად უნდა თავი შევიკავოთ ისედაც რა თქმა უნდა ღრეობისაგან მაგრამ მნიშვნელოვანი რომ საფლავებზეც კარგად მოიქცეთ შემდეგ ვიცით რომ 40 დღის განმავლობაში ლოცვების შინაარსი მცირედად იცვლება და ქრისტიანებმა ეს იციან და ვისაც აინტერესებს ლოცვანში წაიკითხავს ამ ყველაფერს და სულთმოფენობამდე არ ხდება მუხლმოდრეკა, მეტანიები არ კეთდება ის 50 დღის განმავლობაში. აღდგომის დღესასწაულს რა თქმა უნდა აღვნიშნოთ რომ უკავშირდება სხვადასხვა ტრადიცია, რაც არის პასკა, კვერცხი და ჯეჯილი. ჯეჯილის სიმბოლო რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია სახარებისეულადაც და როგორც ერთი მარცვალი ხორბლისა კვდება და ამოდის სიცოცხლე მკვდარი მარცვლისაგან ათობით და ასობით ნაყოფს გამოიღებს, სწორედ ასეთი არის უფალთან დაკავშირებული სიმბოლოც ჯეჯილისა. წითელ კვერცხს შეეხება სიწითლე პარასკევთან არის დაკავშირებული სისხლის ღვრასთან, ხოლო კვერცხი თავისთავად სიცოცხლის სიმბოლოა და ეს დანიშნულება და პასკა არის გოლგოთას სიმბოლო, რომ გოლგოთის მთაზე ვიცით რომ აღიმართა ის ჯვარი, რომელზეც უფალი იყო გაკრული.